ადვოკატთა არჩევნებზე ხართ? რეგიონებიდან ჩამოხვედით? კი ბატონო, გახლავართ. ვის უჭერთ კანდიდატურას თუ არ არის რა საერთოდ? თქვენი საქმეა? როგორ ადვოკატთა ასოციაციას უჭერთ ხარს? საუკეთესო ადვოკატთა ასოციაციას და ვის უჭერთ ხარს? ეს ჩემი საიდუმლოა. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდი. რეგიონებიდან რომელი ქალაქებიდან ჩამოხვედით? ბათუმიდან. აჰა, მარტო ამ ავტობუსში? ბათუმელს ახლა. ვაი, ჩემ ბათუმი. ხოლო ამ ავტობუსში მხოლოდ ბათუმელები ხართ? ქუთაისლები ვართ, რა გინდა შვილო მითხარ? ქუთაისლები უბრალოდ ვართ. გაინტერესებს, ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი. როგორც ხვდებით რეგიონებიდან ჩამოხვედით, ამ ხელა გზა გამოიარეთ, როგორ ადვოკატთა ასოციაციას უჭერთ ხარს? განვითარებულს, თავისუფალს, ნეიტრალურს, სწორედ ისეც, როგორცაც უზრუნველყოფს ყანდაშვილი. ანუ ყანდაშვილის მხარდამჭერი ხართ გიადაც? მე პირადად კი ბატონო. რომელი რეგიონიდან ჩამოხვედით? სამეგრელო ზემო სვანეთი. ნუ ყველა არზეს აქ ყანდაშვილის მხარდამჭერი, ყოველ არჩევნებზე უზრუნველყოფს ასოციაცია ტრანსპორტირებას და შრომახაშულსაც მისცა ჩვენგან ხმა კოლეგამ ხურწყაიას საშუალება არ ქონდა უკვე და ამიტომაც ვერ მისცეს, თორე წინა არჩევნებზე ხურწყაიას მოხდების მოყავდა ასე რომ ჩვენ კოლეგები ჩამოვიდით არჩევნებზე და არჩევნები ჩვენ თვითონ გავაკეთეთ როგორც გინდოდა ისე. ღიად ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, ბატონ ირაკლი ყანდაშვილს ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ უპირობო კანდიდატია. მე ვიცი რომ ბატონ ირაკლი ყანდაშვილის პირობებში ჩვენი ასოციაცია, ჩვენი კორპუსი იქნება ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და წარმატებული. აი ასეთი ობიექტურობით ჩატარებული იყო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მე მგონი ყველაფერი კარგად წავამაში. ეს როგორ ადვოკატთა ასოციაციას დაუჭერეთ მხარი თქვენ პირადად? დაუჭერე ობიექტურობას, მიუკერძებლობას და კანონიერებას. არ ვაძლევ ხმას მაგალითად ყანდაშვილს. მივეცი საწინააღმდეგო დავაფიქსირე. შრომახაშულს. დიახ, რა თქმა უნდა. წინა პირველ ტურზე და ასე.